ლომერ ჟორჟოლიანმა სპორტულ კარიერაზე ზრუნვა 11 წლის ასაკიდან დაიწყო. ამბობს, რომ დღევანდელ წარმატებამდე რთული გზა გაიარა. ის დღეისთვის არაერთი ოქროს მედლის მფლობელია, თუმცა ყველაზე მეტად ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ოქროს მედლით ამაყობს. ჩემი სპორტული კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ვარჯიშობდი, ისე მაგრამ ძალიან ისეთი მიღწევები არ ჰქონდა. იმიტომ რომ მარნეულში სიარული თამარისთან სოფლიდან თან სკოლა, თან ისა თან მოგიხსენება თქვენს ცოტა ცუდი დრო იყო. ვერ ვახერხებდი ყოველ დღე სიარულს და ამიტომ შედეგიც ცოტა ყოყმანობდა. ძიუდოისტი უკვე 7 წელია საქართველოს ნაკრების წევრია და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს. მის სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება 2011 წლის 24 აპრილს თურქეთში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი იყო. გამარჯვებას სპორტსმენი სრულიად საქართველოს უძღვნის. მარნეულის სპორტულ ისტორიაში კი მსგავსი წარმატება პირველია. სტუდენტი რო გავხდი, გადავედი თბილისში და ვიზა ჩემი თამაზნავირიანი ცხოვრობს თბილისში და გადამიყვანა იქით. გადამიყვანა და იქ მიმიყვანეს პლეხანოვზე, გურამ მოდებაძესთან. განვაგრძე იქ ჭიდაობა ვარჯიში. იმავე წელს ვიჭიდავე სამბოს პირველობა საქართველოსი, მოვიგე მერცა მიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე ლიტვაში, მგონი თუ არ ვცდები და იქაც ჩემპიონი გავხდი. მე ჩამოვედი საქართველოს პირველობა ვიჭიდავე უკვე დიდებში, საქართველოს ჩემპიონი გავხდი და იმის მერე ვარ ნაკრებში. ლომერის წარმატებას ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლებიდან ათესავებით ულოცავენ. ამაყობენ მისი არსებობით და მომავალში დიდ გამარჯვებებს უსურვებენ. უდიდესი ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ყავს ასეთი კარგი სამაყო ვაჟკაცი. როგორც დედა, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი წარმატებებს მიაღწია ჩემმა შვილმა და ეს საწინდარი ყოფილიყოს უფრო და უფრო დიდი წარმატებებისა. მიაღწიოს მართლა იმ დიდი წარმატებისთვის, რასაც თვითონ დებს ამ თავისი შრომით, არის უაღრესად შრომის მოყვარე. მართლა სამაყოთ საქმე რომ ესეთი კარგი ძმა მყავს და რა ვიცი, მაგის წარმატებები ყოველთვის ძალიან დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. დღეისთვის კი საქართველოს ნაკრები და მათ შორის ლომერიც საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. لومر ژورژولیان 11 yaşından idmanla məşğuldur. Bu böyük uğura nail olanadək ağır həyat yolu keçdiyinidir. İndiyədək saysız qızıl medallara sahib olub, lakin ən çox Tokyoda keçirilən dünya çempionatında aldığı qızıl medalla fəxr edir. Ჩემი სპორტული კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. Mənim idman karyeram uşaq yaşlarımdan başladı. Əvvəl elə də güclü məşqlə məşğul ola bilmirdim. Çünki Tamarisdən Marneuliyə məşqə getmək o dövrdə çətin idi, pis zəmanə idi. Həm məktəbə, həm də məşqə getmək asan deyildi, çatdıranmırdım. Güləşçi artıq 7 ildir Gürcüstan yığmasının üzvüdür. O 100 kiloqram çəki dərəcəsində güləşir. Lomerin idman həyatında ən böyük uğurlarından biri də 2011-ci il aprelin 24-də Türkiyədə keçirilən Avropa çempionatında ikinci yeri alması oldu. O uğuru Gürcüstana gətirdi, lakin Marneuli tarixində indiyədək belə bir uğur olmamışdı. Studenti რო გავხდი, გადავედი თბილისში. Tələbə adını qazanandan sonra Tiflisdə yaşayası oldum. Əmim ilə orada yaşayırdım. Orada Plixanov qəsəbəsində Quram Modebadzenin şagirdi idim. Məşqlərimi Tiflisdə davam etdirirdim. Həmin il sambo birinciliyi uğrunda yarışdım və qalib oldum. Sonra məni Avropa çempionatına apardılar. Orada da yarışda qalib oldum. Qaydanda Gürcüstanda böyüklər dəstəsində Gürcüstan birinciliyi uğrunda güləşirdim. Gürcüstan çempion oldum və ondan sonra Gürcüstan yığmasındayam. İkət çempioni qalxdı. Lomerin qalibiyyətini öz yaxınları və qonşuları da qeyd edirlər. Onun varlığı ilə fəxr edir, gələcək həyatında uğurlar arzuluyurlar. Çox xoşbəxtəm ki, yanımda bu cür fəxr edilən oğlan var. როგორც დედა, რა თქმა უნდა, ძალიან Ana kimi çox fəxr edirəm. Mənim oğlum uğurlar qazandı. Ona daha böyük nailiyyətlər arzuluyuram. Əmək sevər uşaqdır. Arzu edirəm ki, çəkdiyi əməyə layiq uğurlara nail olsun. მართლა იმ დიდი წარმატებისთვის მართლა სამაყოთ. Qardaşımın uğurları məni də sevindirir. Onunla fəxr edirəm. O gələcəkdə daha böyük uğurlar əldə edəcək. Hazırda isə Gürcüstan yığmasının üzvləri, həmçinin Lomer də Fransada keçiriləcək Avropa çempionatına hazırlaşır. მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე ახალგაზრდებმა ვოლტ დისნეის მულტფილმის მიხედვით ფერიების სამყარო ინგლისურ ენაზე დადგეს. მსგავსი ღონისძიება ცენტრის არსებობის ისტორიაში პირველია.
ჩვენ მარნეულებმა ბავშვებმა ჩავატარეთ პირველად მარნეულში ინგლისური ღონისძიება. ძალიან სახალისო გამოვიდა ჩემი აზრით, მე მქონდა წყლისფერი სილვერბისტის როლი, ჩემ მეგობრებსაც სხვადასხვა როლები ჰქონდათ დარიგებული და ხალხსაც ძალიან მოეწონა და ჩვენც ბავშვებიც კმაყოფილები დავრჩით. Bugün biz marneul uşaqları დღეს ჩვენ მარნეულებმა ბავშვებმა კულტურის ცენტრში ძალიან კარგი პატარა პიესა წარმოვადგინეთ. ორგანიზებაში თათია და ირმა მასწავლებლები დაგვეხმარნენ. მოხარულები ვართ, რომ ასე გვეხმარებიან ინგლისური ენის კარგად შესწავლაში. ki ingilis dilini çox yaxşı bilək. დღეს ჩვენი რაიონის ისტორიაში პირველად დაიდგა ესეთი არაჩვეულებრივი ინგლისური ზღაპარი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ თამარ შენგელაიას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ამ ბავშვებმა შეუძლებელი შესძლეს ინგლისურ ენაზე შესძლეს ასეთი სცენის დადგმა. ვისურვებდი რომ კიდევ არაერთი ასეთი არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქონ და გაგვახარონ. Marneulinin mədəniyyət evində gənclər Walt Disney-in cizgi filmi əsasında İngilis dilində Pərilər Dünyası adlı tamaşa səhnələşdirdilər. Bu cür tədbir mərkəzin tarixində ilk dəfə baş verir. Bugün biz marneul uşaqları bizim kultur sentrimizdə çox yaxşı bir balaca piyesa qardıq və bizə bunda kömək oldular bizim müəllimlərimiz Tatiya müəllim və İrma müəllim və biz çox şadıq ki, onlar bizə kömək elədilər və biz istəyirik ki, ingilis dilini çox yaxşı bilək və ona görə bizə müəllimlərimiz kömək eləyirlər. Çox sağ olun deyirəm onlara. Ჩვენ marneul başvurma çavatarət bir Marneuli gəncləri olaraq biz burada ilk dəfə ingilis dilli tamaşa qoyduq. Məncə çox şən alındı. Mən su rəngli Silver rolunu oynayırdım. Mənim dostlarımın da maraqlı rolları vardı. Biz də tamaşaçılarımız da görüşdən razı qaldılar. დღეს ჩვენი რაიონის Mədəniyyət evinin səhnəsində ilk dəfədir ki, yerli uşaqların təşəbbüsü ilə ingilis dilli tamaşa səhnələşir. Uşaqlar çox gözəl nağıl səhnələşdirdilər. Mədəniyyət mərkəzinin adından təşkilatçılara təşəkkürümüzü bildiririk. Ümid edirəm ki, gələcəkdə də belə bir səhnələr qoyulmaqda davam edəcək. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. მარნეულილ აკრობატებს ახალი წარმატება აქვს 14 მაისს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე სპორტსმენებმა 6 ოქროს 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს медали მოიპოვეს. ჩემპიონატში ქუთაისის, ბათუმის, თბილისის, რუსთავის და მარნეულის გუნდები მონაწილეობდნენ. Финал был в Тбилиси. Я заняла первое место, но не это главное. Я выступала по международной программе, а это уже дорога на Европу и на мир. Благодаря спортивной школе города Марнеули у нас такие высокие результаты. На сегодняшний день во всей Грузии 11 международников, и только в Марнеуле уже 4. Мы выступали по международной программе и заняли первое место. Мы очень рады. Marneulili akrobatçılar yeni uğur qazandılar. Belə ki, mayın 14-də Tiflisdə keçirilən Gürcüstan çempionatında idmançılarımız 6 qızıl, 4 gümüş və 2 bürünc medal qazandılar. Çempionatda Tiflis, Kutayiz, Batum, Rustav və Marneulili idmançılar iştirak edirdilər. Финал был в Тбилиси. Я заняла первое место, но не это главное. Я выступала по международной программе, а это уже дорога на Европу и на мир. Благодаря спортивной школе города Марнеули у нас такие высокие результаты. На сегодняшний день во всей Грузии 11 международников, и только в Марнеуле уже 4. Мы выступали по международной программе и заняли первое место. Мы очень рады.